მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია და დღეს ესეთი თემით შემოვედი, ვინ არის ის, ვინც მალე გამოჩნდება შენს ცხოვრებაში. ბევრს ალბათ დაგაინტერესდებათ ეს თხოვნის გოგოებმა მომწერეს გოგოებმა. მოდით აბა ვნახოთ, ვინ არის ის, ვინც მალე გამოჩნდება შენს ცხოვრებაში. მე ბიჭებზეც გავაკეთებ და გოგოებზეც, ბიჭებს არ ვაწყენინებ. აქ გამოდის, იცით რა არის, მამაკაცებო, პირდაპირ თქვენზე ამოვიდა, ალბათ ესე ინება სამყარომ, გოგო გამოჩნდება, ლამაზი პრინცესა გამოჩნდება, რომელიც ესე იგი ძალიან თბილია, მომხიბლელია, ლამაზია, გამჭრიახი გონება აქვს. იცით რა არის, არ უყვარს თავის გადაღლა, უყვარს თავის მოვლა, უყვარს მოგზაურობა, ჯანმრთელია ძალიან, კარგი ხასიათების არის, თბილი მოსაუბრეა, ისეთ დარიგებებს აძლევს ხალხს, შეუძლია მისი დარიგებები გამოიყენოს ხალხმა, ძალიან ჭკვიანი გოგოა, იცით, ძალიან ჭკვიანი. ანუ ყველა სფეროში შეუძლია რომ გვერდში დაგიდგეთ და ბალანსი შეგანარჩუნებინოთ, ბალანსი. ვინ არის და კიდე ამოდის მამაკაცი, შეიძლება ეს გოგოს მხრიდან იყოს, შეიძლება მისი საქმესთან დაკავშირებით, თანხებთან დაკავშირებით, მატერიალ სიტუაციასთან დაკავშირებით. ეს ცოტა არ იყოს ოჯახის შექმნისკენ მიდის, იმიტომ რომ 10-იანი პენტაკლით მთავრდება, მიხვდით? სიმდიდრე, სიუხვე, ბარაქა, დოულათი, ღმერთმა ქნას რომ ეხლა 2026 წლიდან ესეთი სიტუაციები და თემები იყოს, არ გამორიცხავ. გოგოებო, თქვენ შეგხვდებათ ისეთი მამაკაცი, გამოჩნდება, ვინ არის და ის არის, რომელსაც ან უკვე ყავს წარსულში შვილები და ახალ ოჯახს შექმნის თქვენთან, არის მამაკაცი ისეთი, რომელსაც პირდაპირ ოჯახი უნდა, ოჯახი და მამაკაცებო, თქვენ შეგხვდებათ ორი ვარიანტი, ერთი რომ ოჯახის შესაქმნელად არა, აი ისე საურთიერთობოდ ცხოვრებისთვის მანდილოსანი და აქეთ ხო მეორე ქალბატონი ცოტა კიდე ეს ახალგაზრდაა და ეს ცოტა 30 წელს ზევით არის მეორე ქალბატონი, რომელსაც ესე იგი ოჯახისთვის შეიძლება რომ იფიქროთ ოჯახის შესაქმნელად და ეს აუცილებლად მოხდება. ძალიან კარგი, ძალიან ესე იგი სიმდიდრე, გზების გახსნა, თითქოს ეს გოგონა ბიჭებო თქვენთვის არის, აი როგორც ფორტუნა, მიხვდით ხო? აი თქვენი იღბალი, ასე დავარქვათ. კი, აი თვითონ გადმოხტა ვინ არის, ვინც ესე იგი შეგხვდებათ ის თქვენს ცხოვრებაში და მალე გამოჩნდება. ხო, მე აქ ხო კონკრეტულად კითხვები არ დამისვავს რა სფეროში, აი რაც გადმოვარ და იმას აგიხსნით, ხო? მეც მაინტერესებს. იცით რა არის? ვინ არის და ვიღაცას ერთი ადგილი ძალიან აეწვა. ეს არის ქალი, გოგო ქალი, რომელიც ჯოხებს და ხმლებს გირჭოვდათ ფეხებში, თქვენს ესე იგი სიტუაციას აკონტროლებდა, ვინ გამოჩნდება და რომელსაც ბუმერანგი მიუვიდა სამყაროსგან, ვინც ჩემს
პირველ არხზე გადადით, ეს არის არ მithქვამს სტუმრებო, გამოიწერეთ ეს არხი, გადადით, ლინკი იპოვეთ ხოლმე, გაშლების ქვეშ ვტოვებ და იქ რიტუალები დაგხვდებათ და გამოიწერეთ არხი, მოიწონით ხოლმე ვიდეოები, რომ რეზონირდეს, თეთრი მაგია შეგვხვდებათ, დაგხვდებათ, ხალხმა ცხოვრება გამოისწორა. ვინ არის ის და ეს ქალბატონია და მალე გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, შენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამან იცის რომ უკვე იკეთებ გამოლოცვებს, წმენდებს იკეთებ, მიხვდით ხო? აქ რომელსაც ესე იგი შესწევს უნარი, ესე იგი ძალიან ჭკვიანი გონია თავი, მაგრამ ჩაეკეტა ეს სიტუაციები, არ გამოუვიდა პირდაპირ დაჯახება, გამოვიდა ერთ-ერთში მიუბრუნდა. იშვიათად ერთ-ერთში ბუმერანგი რომ მიწავიდეს საერთოდ სამყაროსგან, მაგრამ ავამტყოფური ლოგინი შეიძლება დაწვეს და იწვეს დიდი ხანი, წამლები დალიოს, მიხვდით ხო? ანუ ის ადამიანი ან თუნდაც მიგახვედრებთ სამყარო, რომ ვინ არის ეს ქალი. მიხვდით, ესეთი თემაა, ბიჭებო, თქვენ თავზეც გადაათამაშეთ. რომელსაც არ უნდა თქვენი ესე იგი რაც გადმოხდება დავდებ. არ უნდა ძალიან არ უნდა ვიღაცას თქვენი წინსვლა, მიხვდით? თქვენი რომ ესე იგი სუფთა სულის ხართ და აი ყველანაირად ჭუჭყს გცხებდათ მეგობრებთან, თქვენს ვისთანაც იცნობთ, ხო რე ბიცვივა, ესე იგი სამყაროს უყურეთ, როგორი საუბარი უნდა, ბოდიშით ეს ნეგატივია, მე რომ ყელი ესე დღეში მაქვს. კი, ნამდვილად, აი, ბევრი წყევლებია, ბევრი ესე იგი ზღვარს გადააბიჯეს, მიხვდით ხო? ვინ არის, ვინც გამოჩნდება მალე შენს ცხოვრებაში, ვისაც არ უნდა რომ წინ წასულიყავით, ვინც თქვენ ოჯახებში, ესე იგი ამ იდილიას არღვევდა, წინსვლა, ბედის ბორბალი უყურეთ, როგორ დაჯდა. უკან ხევდა მაგიის საშუალებით, ესე იგი ტაროლოგებთან გათვალიერებდათ და გათვალიერებთ დღემდე. ესე იგი იღვიძებს თუ იძინებს, სულ თქვენზე ფიქრობს, როგორ გაგაფუჭოთ, მიხვდით ხო? იმიტომ რომ ხედავს და ეუბნებიან, რომ გაჩერდი უკვე, საკმარისია, გაფრთხილებები მიიღო სამყაროსგანაც, ტაროლოგებისგანაც, ასე ვთქვათ, ჯადოქრებისგანაც, მაგრამ არ ჩერდება და ამის გამო ეს ადამიანი, არა ადამიანი, დავარქვათ, იმიტომ რომ ადამიანები არიან, ვისაც არ უნდათ ხალხის გაფუჭება, ხო. წინსვლა გაქვთ, იცით, ვინც დაგეხმარებათ, აი ეს ეტაპი უკვე გაივლით თქვენ, გაივლით და ესე იგი აქ თქვენ შესაძლებლობებში, ვისაც წმენდები ჯერ არა გაქვთ გაკეთებული, რო არ თქვათ, რატო არ აგვიხსენიო, პრობლემები გაქვთ, მიხვდით ხო, პრობლემები და აუცილებლად გესაჭიროებათ წმენდები, რომ შეგხვდეთ ის მანდილოსანი, ის მამაკაცი, რომელიც ესე იგი თქვენ ოჯახს წინ წაწევს, ან დაოჯახდებით, ან თქვენი ოჯახი რაც დანგრეული, ანუ ჩარევიდან იყო გამოწვეული, შეერთდება, არ არის გამორიცხული, წინ მიდიხართ, ანუ ცხოვრებაში, თვითონ სამყარო გაგწევთ წინ, ანგელოზს შეგახვედრებენ, შეიძლება ადამიანის სახით გამოგზავნელა პიროვნებას, რომელიც გაგწევთ წინ, სასამართლო ჯარიმები, საბუთები, ვიზები, დიდი მაღალი ინსტანციებზე ყოფის სიტუაციები, რაც გაჩერებული იყო, ხო? აი ეს ყველაფერი წინ მიდის, ფული, გზა, სამსახური, მგზავრობა, გადაადგილება, გადმოადგილება, ყველა აი გზახსნილია, აღარანაირი, ანუ გაიმარჯვეთ, იცი, უკვე გაიმარჯვეთ, შეიძლება ჯერ არ ჩანს, მაგრამ უკვე გაიმარჯვეთ. აუცილებლად იქნება
იქნება გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც წინ წაგწევთ, დაგეხმარებათ, აი ეს სიტუაცია, ანუ თქვენ გაიარეთ უკვე ეს ბევრმა კარმა, თქვენი ცხოვრებისეული გაკვეთილები გაიარეთ და აქ ისინი ჩაეჩეხნენ, ვისაც თქვენი ენერგეტიკებით უნდოდა თქვენი კარმით თავისი კარმა გადმოგადოთ ზედ და აი ეს ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება, ყურადღება მიაქციეთ, რაღაცით მაინც გამოიჩენს თავს, შეიძლება სახლშიც მოვიდეს სტუმრად, აი უცება, ან დაგირეკოთ, ესეთ რაღაცები ხდება ხოლმე, ან ინტერნეტში მისი სახელი ამოგივარდეთ და თქვენ აი რაღაცნაირად მიხვდებით ხო? კარიერა, სამსახური, რასაც აქამდე აკეთებდით გონივრულად და მერე ხელის შეშლები იყო, აქ ბევრმა იავანტყოფა, ანუ ცუდი სიტუაციები იყო თქვენს ცხოვრებაში გამოგზავნილი, შემოგზავნილი, მიხვდით ხო? შემოგზავნილი, დაბინძურება იყო, ნეგატივი იყო და ყოჩაღ თქვენ გაიმარჯვეთ. ნუ ეს მეც მეხება, რა თქმა უნდა. გასაგებია და აბა კიდე ვინ არის ის, ვინც მალე გამოჩნდება შენს ცხოვრებაში. მადლობა სამყარო, რა კარგად საუბრობს, აი რა კარგად საუბრობს. აქ ფულთან ვიღაცას, ესე იგი თქვენი ჯიბის ისე შურს, რომ ამძიმებს თვითონ, მიხვდით ხო? რომ რატომღაც თulis, რომ თქვენ რასაც გამოიმუშავებდით, ან ეხა გამოიმუშავებთ, რაშიც იყო ხელის შეშლები, ძალიან იყო ხელის შეშლები, რომ წინსვლა არ ქონებოდა ცხოვრებაში, თქვენ ოჯახს, შვილებზე იყო დარტყმა, მაგრამ თქვენ სამყარომ და თქვენმა წინაპრებმა და ანგელოზებმა გადმოგხედათ და სულ თქვენს გვერდით იყო, მოუხმეთ თქვენს პირად ანგელოზს, სთხოვეთ, თუ არ მოიხმობთ, ის არ დაგეხმარებათ, ესეთი კანონები აქვს სამყაროს და ზეცას. თქვენ გამოხვედით ამ სიტუაციიდან და იმაზე ბევრი გექნებათ, რაც გქონდათ. აი შეიძლება გეძინოთ და ამ დროს უკვე თქვენზე ფული კეთდებოდეს. ხალხიდან კლიენტურა ისევ მოვა, ახალ რაღაცას გახსნით, შეიძლება სტუმრად სხვა ქვეყანაში წახვიდეთ, ან გადახვიდეთ, ან გადმოხვიდეთ, მიხვდით ხო? აი ესეთი სიტუაცია. ვინ არის და არის კიდე, ესე იგი აქ გამოდის ორი ქალბატონი, ორი მამაკაცი უფრო, ერთი მამაკაცი, ვინც ესე იგი მეორემ თავიდან დაიწყო, მაგრამ მიხვდა რომ თქვენთან ვერას გახდებოდა და გაითიშა ისევ თქვენს ბიზნესზე, ისევ თქვენს ფინანსებზე, ისევ თქვენს წინსვლაზე. ეს შეიძლება მეზობელიც იყოს, არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ძალიან გვერდში აი რაღაცებს გიყრით, შეიძლება კარებზე წაუსმევს, მიხვდით ხო, ესეთი თემები ამოდის, მაწვდიან. აქ არის წყევლები, აქ არის, იმიტომ აი ყელის ჩაკრა როგორ გამიკეთეს, არ უნდათ რომ თემა შემოვიტანოთ და გესაუბროთ, რომ წინ წაიყვანოთ თქვენი ცხოვრება, მაგრამ უკვე წინ ხართ წასული, ცოტაღა დარჩა და დამკაში ხართ გასული, უბრალოდ ცოტა კიდე დრო უნდა, რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ნუ გეშინიათ, უნდათ რომ შიში, აი ხუთიანი, ცხრიანი პირდაპირ მაგიური ჩაკეტვა კულმინაციაში, აი მოეხდინა თქვენი აი ეს ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ ჯანმრთელობიდან დაწყებული, თქვენ სულში ჩაგაფურთხეს ბევრს, მაგრამ არ გამოუვიდათ ჩემოკარგებო, იცით? თქვენ პრინცესადან გადიხართ დედოფალზე, უკვე დედოფალზე. ძალიან კარგია ეს, კარგია. თქვენი ისევ ჯანმრთელობა დაგიბრუნდათ, მამაკაცებო, აი ხო თქვი კიდე ერთი პატარა, ერთი წლოვანებით დიდი. პატარა რა ხა 20 წლის კი არა, შეიძლება ხო აქედან, მაგრამ ეს ერთი 30 ზემოთ არის, 35 ზემოთ. აი ძალიან მოსიყვარულე, თბილი, რო იცის რომ როგორ უნდა მოიქცეს ურთიერთობაში, მაგრამ ოჯახისთვის არა. ეს არის უფრო აი ეს ოჯახსგარე სიტუაცია, მიხვდით ხო, მაგრამ ცხოვრების ადამიანი. გოგოებო, შეგხვდებათ მამაკაცი, რომელიც აქაც დაჯდა უყურე, 6-იანი პენტაკლი, 9-იანი პენტაკლი და ტუზი პენტაკლი და 9-იანი ხმლები ჩაჩხერილია, ხო? ნახეთ რა დღეში ვარ, უკაცრავად. ეს არის ნეგატივი.
ეხა ეს პარალელურად იხსნება მიდის უკან ჩემო გოგოებო და ბიჭებო ნუ გეშინიათ აი თქვენც იბრძოლეთ აქ ჩანს რომ არ ჩერდებოდით კი გაგიჭირდათ ბევრს ძალიანაც კი მაგრამ მაინც ანუ ფენიქსივით აღსტექით მიხვდით ხო და აგრძელებთ ნაბიჯებს იცით რა ის პიროვნებები დაგიბრუნდებათ ვინც ესე იგი შავი მაგია ან ნეგატივისგან იყო ჩაკეტილი აი ყველაფერი რო ჩაგიკეტეს მიხვდით ხო ურთიერთობებია გაციებებზეა ჩხუბებზეა წაჩხუბებებზე დაშორებებზეა გაკეთებული იცით აბა კიდე ვინ არის ის პიროვნება ვინც მალე გამოჩნდება შენს ცხოვრებაში ვინ არის და ქალბატონი ამოდის ეს შეიძლება თქვენი ბიზნეს პარტნიორშა იყოს ან პარტნიორი ბიჭებო გადაათამაშეთ თქვენს თავზე რომელთანაც იქნებით ესე იგი კავშირში უყურეთ ნახეთ აი თვითონ რო არ ვილაპარაკო ეს მესამე ხართ თქვენ და თქვენ თვითონ უყურებთ თქვენს ურთიერთობას ასუ პენტაკლები ესე იგი რომელიც რაღაცა საქმეში წინ წაგწევთ შეიძლება კლიენტურა მოგემატოთ შეიძლება ისევ გაიხსნას ახალი რაღაცა იმიტომ რომ ნახეთ ხალხნო 6-იანი პენტაკლი 10-იანი პენტაკლი ტუზი თასების ესე იგი სამართალი კალესნიცა ტუზ პენტაკლი 9-იანი პენტაკლი დედოფალი პენტაკლი 6-იანი თასები და აი ამით დამთავრდება ყველაფერი ესე იგი ახალ წლამდე ნახეთ დაიხურება ეს ყველაფერი აი ეს ჩაჩხირებები ნეგატივის ხალხი გაიფარცხლება უკვე დაგანებებენ თავს მაგრამ გამოჩნდებიან ვინ რომ ესე იგი მიხვდეთ ვინ არიან რომ მათთან აღარ დაიჭიროთ კონტაქტი და მიგახვედრებთ სამყარო რომ ესე იგი გაფილტრა მოახდინოთ ასეთი ხალხის გოგოებო ბიჭებო და ახალი ნაბიჯებით დაიწყოთ 2026 წელი აი ამით გისურვებთ რომ დაამთავროთ აი ეს ყველაფერი ცუდი და მოხდება გარდაქმნა გარდასახვა მოხდება ჩემსა და თქვენს ცხოვრებაში ნახეთ აი უყურეთ ძალას შევიძენთ ჩემო კარგებო ნუ რა თქმა უნდა ფული გზების გახსნა გვექნება ეს 6-იანი პენტაკლიც გვექნება 10-იანი პენტაკლიც გვექნება უყურეთ ქორწილიც არის ეს არის ქორწილიც შეერთება ოჯახში ნუ აი ძალიან სამყარომ მადლობა და ანგელოზებს ძალიან კარგად ისაუბრა რომ ესე იგი იყოთ მომზადებული იყოთ მობილიზებული მე აქ ახალი ორაკული ჩამომივიდა მთვარის დაბნელება ნახეთ მე ამას მალე გამოვიყენებ უძლიერესი ტაროა ორაკულია ძალიან კარგად საუბრობს და აუცილებლად მეორე არხზეც დავდებ გაშლებს აი ამ შავი კატის კუდით ყველაფერს ეხლა ვთხოვ რომ ჩაფარცხლოს გაწმინდოს აი ეს ნეგატივი აი ეს წასმები და წამოსმებები და სახთან მეზობლები და არამეზობლები რომ მოდიან და რაღაც ჯადოობას რომ გვიყრიან და გიყრიან, ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ, აი შავი კატა ვთხოვ რომ თავისი შავი კუდით აი ეს გაწმინდოს ყველაფერი და აი ამით გემშვიდობებით და მე იქეთ გადავალ რომ მეორე არხზე ამ დღეებში რომ ეს მე ვინც ჩემი ძველი გამომწერები ხართ იცით რომ მაქვს ხო ეს შარშან შევიძინე ამ წელს უბრალოდ და ამით მინდა დავხურო რიტუალს ჩავატარებ იქით მერე რომ ესე იგი ყველაფერი ცუდი გავატანოთ ეს არის ძალიან დატვირთული და ნამუშევარი და ასევე გველუკა აი ეს ნახეთ რა ნუ ეს არ დაიწვება მაგრამ ეს ჩემი ეს არის ხო აბა კარგად ბრძანდებოდეთ არ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე